წელსაც აღნიშნავთ პროფესიულ დღეს. ის არის საერთაშორისო პროფესიული დღე და საქართველოს უერთდება. როგორც მთელ მსოფლიოში, ისე განსაკუთრებით ევროპის HR ასოციაციაში აღინიშნება. ეს დღე, როგორც იცით, 35 სხვა ევროპულ ქვეყანასთან ერთად ჩვენ ამ ასოციაციის წევრი ვართ, ასე რომ განსაკუთრებული ზეიმით უერთდებით ჩვენს ამ დღესასწაულს. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, HR-ის დაფასებას, აღნიშვნას, აღიარებას და ჩვენ წელს განსხვავებული თემატიკად შევიტანეთ: მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზია. რადგან უკვე 4 წელზე მეტია გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ნორვეგიისა და დანიის მთავრობების მხარდაჭერით, ჩვენ უკვე 100-ზე მეტი HR პროფესიონალი ამ მიმართულებით გადავამზადეთ, რომ მათ კომპანიებში ინკლუზიური მიდგომები დაინერგოს HR პროცესების მიმართულებით. შესაბამისად, სწორედ აი ამ ბოლო ორი ნაკადის კურსდამთავრებულებს დავაჯილდოვებთ, თავად ელჩებს ნორვეგიის და დანიის საქართველოში. უმასპინძლებთ ისე როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციას და ასევე ვისაუბრებთ ამ თემაზე ბიზნესში მრავალფეროვნების თანასწორობის და ინკლუზიის მიმართულებით რა პრაქტიკებია, რა ტენდენციები, რა მიღწევები თუ რა ჩავარდნებია. და ამ ფორმალური ნაწილის შემდეგ უკვე არაფორმალური ნაწილით, კლასიკური, ესე ვთქვათ, მუსიკით, ვახშმით, ტორტით და ესე ვთქვათ, გემრიელობებით საინტერესო დღესასწაულს შევუქმნით HR პროფესიონალებს. წლევანდელი თემატიკა არის მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზია. რის მიხედვით დგება ეს თემები ყოველწლიურად აქტუალობიდან გამომდინარე, რატომ ეს სამი აქცენტი წლევანდელ ღონისძიებაზე? ზუსტად ასეა, რაც არის ტენდენციური ერთი და პრინციპში ახლა საინტერესო ის არის, რომ ტენდენციური ნაკლებად გახდა ეს თემა. ხუმრობთ ხოლმე ტრამპის ეგზეკიუტივ ორდერების მოკლედ მიხედვით, სადაც გენდერზე გაუსვა ხაზი, რომ მხოლოდ ორი გენდერია და ასე შემდეგ, ამან თითქოს ეს პარადიგმა შეატრიალა. და მათ შორის ის ქვეყანა, საიდანაც მოდიოდა ეს ტენდენცია, იმ ქვეყნის პრეზიდენტის ეს განცხადება იყო, რა თქმა უნდა, ბევრი ცვლილების გამომწვევი. თუმცა ჩვენ ისევ გვჯერა და ამ გადაწყვეტილებებამდეც და მას შემდეგაც გვჯერა, რომ მხოლოდ მრავალფეროვნებაში და ინკლუზიაში არის გამოსავალი. და იმიტომ ვაქცენტირებთ წელს განსაკუთრებით ამ თემაზე, რომ ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მგონია ამაზე უფრო მეტი ვისაუბროთ და პრინციპში აი ტალანტების გამოწვევაზე ბევრჯერ გვისაუბრია თქვენს ეთერშიც. ტალანტების გამოწვევის ერთადერთ გადაჭრის გზად სწორედ ინკლუზიური გარემოს შექმნაში ვხედავთ, როგორც ტალანტების შენარჩუნების, ისე ახალი ტალანტების მოზიდვის მიმართულებით. თუ სამუშაო გარემო ინკლუზიური არაა, პრინციპში ბიზნეს უწყοτობა გარანტირებული ვერ იქნება. სალომე, რამდენად ვითარდება ადამიანური რესურსების ბაზარი საქართველოში? HR პროფესიონალის დანიშნულება რამდენად უფრო მნიშვნელოვანი ხდება წლიდან წლამდე, იმიტომ რომ იყო დრო, როდესაც უბრალოდ ფორმალობა იყო HR-ის, ასე ვთქვათ, თანამდებობა ამ თუ იმ ორგანიზაციაში, თუმცა ეს იცვლება. რამდენად სწრაფად იცვლება და რამდენად სწრაფად ეწევა საქართველოს საერთაშორისო სტანდარტებს, ასე ვთქვათ. ძალიან საინტერესო კითხვა. სწორედ ასე ტრანსფორმირდება, ვფიქრობ, თავად როლი, როგორც კითხვაში იყო, ნამდვილად გადის ტრანსფორმაციის ეტაპებს. HR-ის როლი თუ იყო ნამდვილად, ალბათ უფრო საბჭოთა კავშირის დროს უფრო ადმინისტრაციული, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციული კომპონენტი ნარჩუნდება, მაგრამ გაცილებით სტრატეგიულ როლში გადადის და თუნდაც ახლა რაზეც ვსაუბრობთ, მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზია, ჩვენ ამბობთ, რომ HR პროფესიონალი ერთ-ერთი ჩემპიონია ამ მიმართულებით ორგანიზაციაში, რა თქმა უნდა, ტოპ მენეჯმენტის სხვა რგოლებთან ერთად. რაც ნიშნავს, რომ უკვე მსხვილი პოლიტიკების გამტარებელი ხდება კომპანიაში და იმ კომპეტენციებზე ვაქცენტირებთ ხოლმე, როგორც არის ბიზნეს გამჭრიახობა, მაგალითად, ანუ HR-ი უკვე უმრავლეს კომპანიებში ფიქრობს, თუ რა არის კომპანიის, მისი ბიზნეს უწყοτობის, მისი მოგების, მაქსიმიზაციის თუ ასე შემდეგ მიმართულებით ყველაზე სტრატეგიული. ამიტომ მისი როლი განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ ვიტყოდი ძალიან აქსელერირებულად და ძალიან დაჩქარებულად გადადის კიდევ უფრო ახალ სტრატეგიულ ეტაპზე. ყოველთვის იყო სტრატეგიული, თუმცა ჩვენ ქვეყანაში ვიტყოდი ალბათ უფრო მეტად უკვე საჭიროება დგება შრომის კანონმდებლობის რეფორმის, პანდემიის თუ ასე შემდეგ ამ მოვლენებმა, ვფიქრობ დააჩქარა ის, რომ კიდევ უფრო კარგად და სწრაფად დავინახეთ, რომ HR-ი ყოველთვის სტრატეგიული როლი ისედაც იყო. HR-ის როლი რაღაცა პერიოდებიდან გამომდინარე შეიძლება იყოს განსხვავებული იმის გამო, რომ შრომითი ბაზარიც იცვლება, ხომ? შრომით ბაზარზე გამოსული დასაქმებულების ასაკი იცვლება, თაობები იცვლება. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად დაეწიოს ამ ბაზარს HR პროფესიონალი და რა არის ის გამოწვევები დღესდღეობით არსებულ შრომის ბაზარზე, რისი გადაწყვეტაც უწევს HR პროფესიონალს, თუნდაც ჯენზი თაობასთან უფრო, რომელიც შედარებით მაინც ახალი ხილია, ასე ვთქვათ, ამ სფეროში და შრომის ბაზარზე. კი ბატონო. თუ არის რამე განსხვავებული, რაც ვთქვათ, წინა თაობებთან არ იყო.
ნამდვილად ორ ნაწილად რო ვუპასუხოთ ამ კითხვას. თავად HR პროფესიონალებისთვის გამოწვევა და ალბათ ისევ განათლების მიღება რჩება, გულისხმობ ფორმალური განათლების ან არაფორმალური ისეთი შეაძლებლობები, სადაც იქნება სერტიფიცირების შეაძლებლობა, ანუ გაერთიანებული კომპეტენციების მოდელი, რომელსაც დაეყრდნობა სილაბუსები, რითიც HR-ებს ვსდით, ესე რომ ვთქვათ, არსებობს რა თქმა უნდა რამდენიმე უნივერსიტეტის პროგრამა და რამდენიმე ტრენინგ ცენტრი, თუმცა ეს ყველაფერი არ არის ამბობთ ხოლმე უნიფიცირებული, ანუ არ დგას რაღაც გაერთიანებულ კომპეტენციების მოდელზე და მეტნაკლებად ქაოტურია. ეს თავად HR პროფესიონალების განვითარებას რაც შეეხება, თუმცა მოთხოვნა ძალიან მაღალია და უფრო მზარდად შემოდიან ამ პროფესიაში ადამიანები და ახალთაობაში კიდევ უფრო მეტ ინტერესს იწვევს. ეს ცალსახად შეინიშნება ბოლო ალბათ 5-7 წელიწადში. რაც შეეხება თავად HR პრობლემასაც წყვეტს ცალსახად თაობათა გამოწვევა შეიძლება ესე დავარქვათ. თან არ არის მხოლოდ ჯენზი, ხო? ანუ უკვე სხვადასხვა, ანუ ერთსა და იმავე კომპანიაში შესაძლოა 3 სხვადასხვა 10 წელში დაბადებული თანამშრომელი მუშაობდეს, რაც ნიშნავს, რომ აი სწორედ მრავალფეროვნებასთან მივდივართ, ხო? მრავალფეროვნების ერთ-ერთი კომპონენტი ასაკიც არის. ეს ნიშნავს, რომ არა უბრალოდ ჯენზის სპეციფიკა უნდა გავითვალისწინოთ, მისი ოპერირება სხვა თაობებთან, ისე როგორც სხვა თაობების თანამშრომლობა, იმიტომ რომ მათ ვერ ექნებათ ერთნაირი სტანდარტები. პირობითად baby boomers ან millennials და Gen Z-ს ვერ ექნება. ამ შემთხვევაში HR უნდა მოერგოს თანამშრომლებს თუ თანამშრომლები უნდა მოირგოს იმ სტანდარტებზე, რაც ან შეიძლება ვთქვათ, რომ HR პროფესიონალმა უნდა შექმნას ისეთი კლიმატი და პრაქტიკები, რითიც სამუშაო გარემოს მოერგოს. ზუსტად ძალიან დიდი გამოწვევაა, მაგრამ ამაზე მუშაობენ და ამაში ჩვენც ვეხმარებით HR პროფესიონალებს. სალმე, თქვენი ასოციაციის წევრების რაოდენობა რამდენად იზრდება, რამდენად აცნობიერებენ ბიზნეს კომპანიები HR-ის მნიშვნელობას და HR პროფესიონალების იგივე წინსვლას, სერტიფიცირებას და მათი ცოდნის გაღრმავებას იმისთვის, რომ ისევ და ისევ თავიანთი ბიზნესებისთვის იქნას ეს ცოდნა და გამოცდილება გამოყენებული. ესეც მშვენიერი კითხვა, იმიტომ რომ პრინციპში ეს სწორედ ეგ ტენდენციად შეინიშნება. ჩვენ ამავე, ან ხვალ საერთაშორისო HR დღეზე ჩვენ კორპორაციულ და ინდივიდუალურ წევრებსაც დავაჯილდოვებთ. რაც შეინიშნება არის, რომ აი გასულ კვარტალზე ნაკლებში, იმიტომ რომ ბოლო შეხვედრა 31 იანვარს ჰქონდა, 10-ზე მეტი ბიზნეს კომპანია საკმაოდ მსხვილი შემოგვიერთდა. რაც ნიშნავს იმას, რომ ისევ და ისევ თან მათ ბიზნეს ლიდერებს, როგორც ახსენეთ, მათ კომპანიის ხელმძღვანელებსაც მასპინძლობთ, ანუ თავად დირექტორები, ბიზნეს ფლობელები, სტუმრობენ როგორც ღონისძიებებზე, რაც ადრე არ იყო ასეთი ხშირი, რომ HR ღონისძიებაზე ბიზნეს ლიდერი მოსულიყო, იმიტომ რომ და მით უმეტეს გააწევრიანოს თავისი კომპანია. ანუ ჩემი აზრით ჩვენ მინიმუმ ჩვენი ასოციაციის ტენდენციის ფარგლებში ჩანს რომ უფრო მეტია HR ასოციაციაში გაწევრიანება კომპანიისთვის ვიდრე მხოლოდ HR-ის საქმე. და თავად ბიზნეს ლიდერიც ხედავს უკვე დიდ ღირებულებას როგორც ამ საზოგადოებასთან ურთიერთობით, ისე თავისი HR-ის გაძლიერებით, HR გუნდის გაძლიერებით, ასე რომ მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო ეგ ტენდენცია, რომელიც არის მზარდი.